მერის ყოფილმა თანამშრომელმა კახა კალაძეს დავა მოუგო. სასამართლომ უკანონო ცნო მისი სამსახურიდან გათავისუფლება და თბილისის მერიას განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურება დაავალა. სოციალური სამართლიანობის ცენტრში, რომელიც თბილსერვის ჯგუფის ყოფილი თანამშრომლის უფლებებს იცავს, ამბობენ, რომ გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დაკავებულ პოზიციასთან კვალიფიკაციის შეუსაბამობა დასახელდა. თუმცა რეალურად ეს გადაწყვეტილებაც იყო იმ ეგრეთ წოდებული რეორგანიზაციის ნაწილი, რომელიც მერიამ ოცნების მიერ ევროინტეგრაციაზე უარის შემდეგ წამოიწყო. მაშინ რეჟიმის ეს გადაწყვეტილება საჯარო მოხელეებმაც გააპროტესტეს, რასაც ოცნებამ მათი გათავისუფლებით უპასუხა. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოიგო კიდევ ერთი შრომითი დავა, ამჯერად მერის კომპანიის თბილსერვის ჯგუფის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენი წარმოდგენელი, ანუ ის ადამიანი, რომლის ინტერესებსაც ჩვენ ვიცავდით, მიმდინარე წლის მარტში გაათავისუფლეს და ეს გათავისუფლება მოხდა რეორგანიზაციის ფარგლებში და კონკურსი, რომელიც ჩატარდა, იყო აბსოლუტურად უკანონო, შეიძლება ითქვას. პირველმა ინსტანციამ ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილა და თბილსერვის ჯგუფის ყოფილი დასაქმებული მიიღებს კომპენსაციას ერთი თვის ოდენობით და ასევე განაცდურს, ანუ მიუღებელ ხელფას, რომელიც დაითვლება მისი გათავისუფლების დღიდან სასამართლო გაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.